და ესეც ყველასთვის ძალიან საინტერესო თემა. ალტკოინები. რომელი ალტკოინები უნდა ვიყიდოთ და როდის იქნება ალტსეზონი? მეგობრებო, ამ ვიდეოში მოგიყვებით იმ ალტკოინზე, რომელსაც გირჩევთ მე რომ იყიდოთ, იმიტომ რომ აქედან გააკეთებთ მე ფულს და კი გეთანხმებით მე გადამიხადე $10,000 რომ ეს ალტკოინი თქვენთვის მომიყიდა და რა თქმა უნდა ხუმრობ. მოკლედ, ვიცი რომ ამ ვიდეოს ძალიან ბევრი დააკლიკებს, რატომ? იმიტომ რომ ყველას უნდა ალტკოინებით გააკეთოს ძალიან ბევრი ფული, ჩადოს $100 და გააკეთოს 1000, 10000, 2000, 5000, ძალიან ბევრი ფული. მეც ეგრე ვიყავი, ყველა ეგრე იყო, მით უმეტეს კრიპტოს მიზიდულობის ძალა რა არის, კრიპტოს შარმი რა არის, ზუსტად აი ეგ, რომ რაღაც პატარა თანხას დებ და ვიღაცები მდიდრდებიან, ვიღაცა ის, ვიღაცას მაგრამ არ დაგვაწყდეს ის მეგობრებო, რომ თუ ერთი ადამიანი მდიდრდება ალტკოინით, უნდა ვიცოდეთ, რომ მინიმუმ მილიონი ხალხი კარგავს თავის ფულს და ეს არ არის $100 და $200 ლაპარაკი, ხო? ვიღაცა თუ კარგავს მილიონებს, ვიღაცა თუ აკეთებს მილიონებს, მეორე მხარეს ვიღაცები კარგავენ 1000-ებს, 10000-ებს, რომელიც შეიძლება იყოს მათი მთელი ცხოვრების დანაზაგი, ხო? რაც რა თქმა უნდა ჩემთვის არის საშინელება და მიუღებელი. მოკლედ, ყველა აკეთებს ამ შეცდომას, ყველა აკეთებს ინვესტიციებს ალტკოინებში, მაგრამ მეც გავაკეთე, მეც მინდოდა $100, 1000 და 10000-ები გამეკეთებინა, მაგრამ როცა ესე ვთქვათ, ცხვირს წაიტეხავ, როცა დაკარგავ ფულს, როცა სტრესს მიიღებ და ასე შემდეგ, როცა დაინახავ, რომ შენ მთელი წლები მუშაობ რაღაც $100, $300 თვეში დებ გვერდზე ან ევროს ან ლარს არ აქვს მნიშვნელობა და მე აკეთებ ინვესტიციას იმიზით, რომ შენ გააკეთო ფული და კარგავ, ანუ ეგეთ სტრესში რო ვარდები და შენ შეგიძლია რაღაცა გააკეთო, ან გააგრძელო, ან გაჩერდე, ან შეცვალო, სამი რაღაც შეგიძლია გააკეთო. ან იგივე გააკეთო და მთელი ცხოვრება I hope so და კიდევ ერთხელ ეს არის იმ დღეს ვუსმენდი პოდკასტს. Holland Dragons ქვია, ანუ ჰოლანდიელი ენტრეპრენორები არიან, რომლებსაც აქვთ მილიარდები და ანუ ახლა უკვე ასაკში არიან და ახალგაზრდებს ეხმარებიან განვითარებაში და ესე ვთქვათ, მათ თანხასაც აძლევენ, ინვესტიციას უკეთებენ, თუ მათ აქვს საინტერესო პროდუქტი, სერვისი და ასე შემდეგ. შეუძლიათ ხოლმე ხალხის წინ სპიჩი გააკეთონ და იმ ერთ-ერთმა თქვა, რომ სხვათა შორის ის ერთ-ერთი იყო, ანუ გეცოდინებათ საქართველოში, ეს მოოს არის ლოგისი. ეხლა ყველაფერი ლოგისი მაქვს სიმართლე რომ გითხრათ აქ. მისი დამაარსებელი იყო და ეს კომპანია სხვათა შორის გაყიდა კორონას შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ესე ვთქვათ მოგება დააფიქსირა, ჩემი აზრით საინტერესოა ესეთი ადამიანის მოსმენა, თუ როგორ გახდა წარმატებული და ასე შემდეგ. მოკლედ რო გითხრათ, მან თქვა ესეთი ძალიან საინტერესო რაღაცა, რომ ვიღაცა ახალგაზრდა ყავდა და მე იმედი მაქვს, I hope so და მან პირდაპირ უთხრა, რომ I hope so და მე იმედი მაქვს, ეს არის გადავადებული იმედ გაცურება, ამიტომ მე შენი იმედი მაქვს და მგონია სუფეხებზე მკიდევ. პირდაპირ უთხრა და აი ბიზნესმენებში და წარმატებული ადამიანები ზუსტად ეგ მიყვარს, რომ არიან ძალიან პირდაპირები და ეს თქვა თავიანთ თავს არ ატყუებენ. ხო, შენ როცა ამბობ, I hope so, მე მგონია, მე იმედი მაქვს, შენ თავს ატყუებ. კი, შენ შეგიძლია, როცა იცი, ხა მე მაგალითად, როცა ვიცი რაც ხდება კრიპტო ბაზარში და როგორც უდგება ხალხი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ როგორც ვამბობ ხოლმე სულ, კრიპტოს შარმი, ბიტკოინის შარმი, ეთერიუმის შარმი, ალტკოინების შარმი ზუსტად ეგ არის, ანუ რატო შემოდის ხალხი საინვესტიციოდ, იმიტომ რომ პატარა თანხით შეგიძლია დააფიქსიროს ძალიან დიდი მოგებები, ხო და შემოდის უფრო პატარა ინვესტორები დაბალი თანხით და ასე, ხო ეს არის ზუსტად მისი შარმი. და მე შემიძლია ხა რაღაც რისკები ავიღო, მაგრამ მე შემიძლია ავიღო გააზრებული რისკი. ადრე რა თქმა უნდა არ შემოძლო გააზრებული რისკი ამიღო, როცა და შემოვიდი ამ სფეროში, იმიტომ რომ მინდოდა $100, 100,000 და 100,000-ები გამეკეთებინა, მაგრამ ახლა შემიძლია რა თქმა უნდა გააზრებული რისკი ავიღო, გააზრებულად შევიდე, მქონდეს ჩემი გეგმა და ვთქვა, რომ აი ის კი არა ვთქვა, რომ მე რას ვფიქრობ, მე ახლა მაგალითად მე ალტკოინებში არ ვაკეთებ ინვესტიციას, ვინც ახალები ხართ და დააკლიკეთ ამ ვიდეოზე, ვიცი რომ ძალიან ბევრს გაინტერესებს ალტკოინები. ალტკოინებში ინვესტიციას საერთოდ აღარ ვაკეთებ, მაგრამ მე მათზე ვაჭრობ. ვაჭრობა სულ სხვა რამე არის, მათზე შეგიძლია, ესე ვთქვათ, ლოკალურ ტრენდში შეხვიდე, ცოტა high time frame ტრენდში შეხვიდე და ესე ვთქვათ, ტრეიდები გააკეთო, დააფიქსირო მოგება, ან დააფიქსირო წაგებ, მაგრამ balls deep რომელიღაც კოინში იჭდე და რაღაც ეგეთი რაღაცა ჩემში არ არის და მე რას ვამბობ ახლა, რომ მე როცა ალტკოინში ვაკეთებ ტრეიდს ამ შემთხვევაში მე იმაზე კი არ ვფიქრობ, ვინ არის დამაარსებელი, ვინ არის ბიზნესმენი, ვინ რას აკეთებს და რა მაგარ პროდუქტს ქმნიან, მე თვითონ ვიყენებ ბლა. მაგას კი არ ვფიქრობ, მე ვფიქრობ, შენ რას ვფიქრობ. აი წარმოიდგინე, რომ მე ჩემი ლოგიკა როგორ მუშაობს. კაი, მე მინდა აქ ფული გავაკეთო, ხო? მე მგონია, რომ ეს გააკეთებს ამას. ხალხი რას ფიქრობს? აი ეს ინვესტორები რას ფიქრობენ, ვისაც 100 და ინვესტორები ცოტა დიდი ნათქვამია. ეს ხალხი რას ფიქრობს, ვისაც უნდა 100, 200 და $1000 გამიდრდეს, ხო?
მე ვფიქრობ ზუსტად ეგრე როგორც შენ ფიქრობ და შენ ფიქრზე, ესე ვთქვათ, შენ ფიქრს ვეთამაშებ. ანუ შენ რასაც იფიქრებ, იმაზე დაფუძნებით, იმაზე გაკეთებული ანალიზი თუ აკეთებ ჩემ გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ მე ალტკოინის ამჯერა მე უბრალოდ მჯერა, აი ბიტკოინიც რომ ავიღოთ, ხომ ბიტკოინს ძალიან ხშირად ვსაუბრობ ხოლმე. იქამდე გავაკეთებ ინვესტიციას ბიტკოინში, სანამ შენ გეჯერება, რომ ეს ჩვენ გადაგვარჩენს. როცა შენ აღარ გეჯერება და სხვებს აღარ ეჯერება და მოხდება ისეთი რაღაცები, რაც ვიტყვი, რომ ოკეი, უპს, აქ შეიძლება ძალიან დიდი თანხა გავიდეს. პირველი მე ვიქნები, ვინც ამ თანხას გაყიდს და მე ზუსტად ისეთი ხალხი მჭირდება კრიპტოშიც და ბიტკოინშიც, როგორებიც არიან მაგალითად ფანატიკოსები, რომ აი ამას გააკეთებს, მე მჯერა ჯერა, იმედი მაქვს, მთავრობები გვაკონტროლებენ, ბლა, მე საერთოდ სხვა თემა არის, ანუ მე ზუსტად ეგრე ვფიქრობ, რომ ფულს გავაკეთებ იქამდე და გავაკეთებ ინვესტიციას იქამდე, ყველგან არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ოქრო, ვერცხლი, კრიპტო, ბიტკოინი, აი უძრავი ქონება არ აქვს მნიშვნელობა, სანამ შენ გეჯერება, რომ მან შეიძლება ფული გაკეთდეს და სანამ შენ იქ ჩადებ ფულს. და რო დავინახავ, რომ შენ შეიძლება იქიდან გამოხვიდე, პირველი მე დაგასწრებ, იმიტომ რომ მე მინდა ფული გავაკეთო. კრიპტო არის ეს, ან შეჭამი, ან შეგჭამი. ძალიან ცუდი ნათქვამია, გამონათქვამი მით უმეტეს ახლა ინვესტორებში, მაგრამ ეს არის, როცა მე ფულს ვაკეთებ, მე ვიცი, რომ ეს 5 ჯიბეში ჩავყავი ფული და ხელი ამოვიღო, ხო, იმიტომ რომ ეს ფული ჰაერიდან ხო არ მოდის, ვიღაცა ჯიბიდან გადმოინაცვლებს ჩემ ჯიბეში და იმ ტრანზაქციაში და იმ შენიდან ჩემში გადმოსვლაში ვიღდი რაღაც პატარა მინიმალურ პროცენტს, ხო? მოკლედ მეგობრებო, გადავალ რამოდენიმე ალტკოინებს, განვიხილავ რამოდენიმე ალტკოინებს, იმიტომ რომ ყველა საუბრობს, აი ეს ალტკოინი მგონია. სანამ ტექნიკურად განვიხილავ ამ ყველაფერს მეგობრებო და განახებს თუ მე როგორ ვდგები, ასევე გეტყვით, რომელ ალტკოინს ვიყიდი მე, ერთადერთი ალტკოინი ამოვიჩი, რომელსაც ვიყიდი. ვიყიდი ოღონ რაღაცა პირობებით, ამ პირობებს განახებთ მალე და რატო შეიძლება ეს ვიყიდო, ამასაც ვიყიდი, იმიტომ რომ თქვენ განახოთ თუ როგორ ვაკეთებ ალტკოინში ინვესტიციას და ეს იქნება პირველი ინვესტიცია, რომელსაც გავაკეთებ ალტკოინში გაზრებლად. ნუ აქამდე რა თქმა უნდა, როცა შევედი 6-7 წლის წინ კრიპტოში, სულ სხვანაირი სიტუაცია იყო. სხვანაირად ვდგებოდი ამ ყველაფერს, მაგრამ ახლა გაზრებულად ამ ხელ გამოსვლების შემდეგ განახებთ თუ როგორ ვდგები მე ამ ყველაფერს და როგორ ვდგები ალტკოინებში ინვესტიციას და როგორ რას გავაკეთებ იმის რომ რაც შეიძლება მინიმალური დარტყმა მიიღო და მაქსიმალური იმოგება, იმიტომ რომ ამ ბაზარზე ჩვენ ზუსტად ამის ვწვავთ ფული გავაკეთოთ და არა, იმიტომ რომ ვიღაცამ ჩვენ გადაგვარჩინოს და ბიტკოინმა კაი ცუდი რაღაცის თქმა მიდოდა, მაგრამ აღარ ვიტყვი თან შევიკავე. მოკლედ ნუ ველოდებით რომ რაღაცას გადაგვაჩენს და ჩვენ უნდა უშუალოდ ყოველთვის ჩვენ თავს. მოკლედ, სანამ გადავალთ ჩარტებსთან განვიხილავთ, მინდა გითხრათ ერთი რაღაცა. ნუ ჰოლანდია საერთოდ ნუ თავიდან ყოველთვის ამოდი რომ ჰოლანდია არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა ინვესტიციებში, იმიტომ რომ პირველი exchange და ესე ვთქვათ ქაღალდის ფურცელი, ანუ აქცია გაიყიდა, ესე ვთქვათ, ჰოლანდიაში, ხო, ანუ იყო ჩვეულებრივი exchange პირველი. და ანუ რატომ მოიყვანეს მაგალითად არის ის, რომ ანუ ბევრმა იცის ინვესტიციები და ანუ ბევრი არის ამ სფეროში დაკავებული და ძალიან ბევრი ინვესტორები არიან, ძალიან ბევრი ჭკვიანი ხალხი აშენ და ზოგი ამ თავიანთი ჭკუითაც ცუდ რაღაცებს ცდილობენ, რომ ანუ ხალხს წაართვან ფული და ასე შემდეგ და გასქემონ, ესე რომ ვთქვათ, მოკლედ. და რაც მე დავინახე იქ რა ხდებოდა, ძალიან ბევრი ხალხს ვცნობდი, ვინც კოინები დაარსეს, ძალიან მილიონერები იყვნენ, ლამბორჯინები დაარბოდნენ და რა თქმა უნდა, როცა შენ ამ ბაზარში შემოდიხარ, შენც გინდა რომ აი იმათ გუნდში იყო, იმათ ჯგუფში იყო, იმათ მაიციან, იმიტომ რომ ისინი არიან ტიპები და იმათ მაიციან რას აკეთებენ, აი მეც ფული უნდა ჩავდო და რამოდენიმე სქემაში რომ გაიბმევი, მე უკვე მივხვდები რომ ოკეი, აქ არის ბულშიტი. შემდეგ ანუ მე ვისაც ვცნობდი და ისინი მაგალითად დადიოდნენ დუბაიში like ახალგაზრდები რო დარბოდნენ ლამბორჯინები და შემდეგ და ხალხს ატყვევდნენ ალტკოინები და მას შემდეგ გადაწყვეტე რომ ოკეი ეს არის უდიდესი სისულელე ფუნდამენტალურად ახსენი კიდევაც თუ რატო არის ეს უდიდესი სისულელე ანუ დღეს ვხედავთ ჩარტებზე ხო ანუ არ უნდა დამიჯეროთ მე ყოველთვის ამბობ არ დამიჯეროთ მე არც ტექნიკურ ანალიზში არც ფუნდამენტალურ ანალიზში გადახედეთ თქვენ საფულეს გადახედეთ ჩარტებს და ისინი გეტყვიან ჩემზე უკეთ თუ რას აკეთებ შენ სწორად, რას აკეთებ შენ არასწორად. უბრალოდ შეხედე ჩარტებს, უბრალოდ შეხედე შენ ინვესტიციებს, შენ თანხას და ასე შემდეგ. მოკლედ, რატო რა აკეთებ ალტკოინებში ინვესტიციას, იმიტომ რომ ყველაფერი არის bullshit. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ინფლუენსერი, რომელი მაგარი ტიპი, რომელი 50 წლიან გამოცდილებით გეტყვის, რომ აი ბიზნესი დავაარსე და აი ჩემი ალტკოინი იყიდი, ან მე ვარ ინფლუენსერი, ან მე ვარ ეხლა მაგალითად რა ავიღოთ ილია თოფურიამაც, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ძალიან მიყვარს და მე რაბდვალეშიც და საერთოდ ქართულ ყველა სპორტსმენს, აი რომელმაც არ უნდა გამოშვას თავისი ალტკოინი არც ერთის არ ვიყიდე, იმიტომ რომ ეს არის უდიდესი სისულელე, ეს არის უბრალოდ ხალხის სქემი. თუ შე რაიმე ბიზნესი გაქვს, ხო? ესე ვთქვათ, გააკეთე ჯერ ფული, ამუშავე ეგ ბიზნესი,
და მე ანუ ეს ბიზნესი რო იმუშავებს, მე რავი თუ გინდა აქციებზე შედი, თუ გინდა ტოკენიზაცია გავუკეთე ამ ყველაფერს, მაგრამ ამ ყველაფერს საუცრებელი არის ის რომ იყოს რეგულაციები. სადაც არ არის რეგულაციები, არის Wild West და იქ კარგავს შენ ფულს. ნუ რავის, ესე ვთქვათ, კეთილს ინიციირებას ნუ ენდობით, იმიტომ რომ მეც რო ვიყო ახლა მაგალითად აი ვთქვათ რომ რაღაცა ბიზნესი წამოვიწყე რომელიც შეიძლება მართლა ძალიან მაგარი იყოს ხო და ამის ტოკენიზაცია გავაკეთო ხო როცა შენ კომპანიაში ნახე თუ არა გახარ იმ ხელა კომპანია მაგალითად აიღო დიდი კომპანია რო შედის ანუ IPO-ებზე რომ მიდიან და თავიანთ აქციებს რო ყიდენ ბირჟებზე ხო ანუ სეკი უყურებს რეგულაციებია ის უნდა გააკეთო ეს უნდა გააკეთო და ანუ იმ ხელა ბიუროკრატია რომ თან გაკონტროლებენ, არა გაქვს უფლება რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანო, უთხრა რომ მოდი ჩემი აქცია იყიდე ბლა ბლა. ანუ ეგეთ რაღაცები არ შეიძლება, იმიტომ რომ დაჯარიმდები და შეიძლება ყველაფერი დაკარგო, ხო, იმიტომ რომ შენ ამით მომხარებელი შეყავს, შეცდომაში შეიძლება მოიტყო და ასე შემდეგ. და ამ ყველაფერზე შენ კონტროლდები და ნახე რა ხდება, როცა შენ კრიპტოსფეროში ხარ, შენ ვითომ და კომპანიას ასე ვთქვათ, კრიპტოში დებ და რაღაცა ნახე, არავინ არ გაკონტროლებს, ვირავინ არ გაკონტროლებს და როგორი კეთილსინდისიერიც არ უნდა იყოს. ბიზნესში მოხდება ისეთი რაღაცა, რომ შენ შეიძლება დაგჭირდეს ისეთი რაღაცის გაკეთება, რომ ხალხმა არც უნდა იცოდეს, ეს შეიძლება იყოს დაფარული ინფორმაცია, შეიძლება იყოს, რომ ძალიან ბევრი რამე უნდა იყოს, ხო? ამიტომ ეს რაღაცებს მეგობრებო, ნუ endobit თუ ფულის გაკეთება გინდათ, ნუ შეძდებით რომ 300 და 500 გზე ესე ვთქვათ იფიქროთ, იზრუნოთ იმაზე, რომ ნახეთ თუ SP-ში გააკეთებთ ინვესტიციას ან სხვადასხვა მეტალებში წლიურად გაქვს 10-დან 11%-ანი თუ არ ავიღებთ ბოლო წლებს, იმიტომ რომ ბოლო წლები იყო ძალიან კარგი გინდა ETF-ებისთვის, გინდა მეტალებისთვის, მაგრამ თუ გინდა უფრო მეტი, ანუ იზრუნო იმაზე, რომ წელიწადში 12%-ს მაგროთ 25-30-35% გააკეთო, ხომ და ეგეც თანმიმდევრულად და არა ერთ ჯერზე, ხომ და ნუ ელოდები 300 და 400-500%-ს. მოკლედ აღარ მოგაბეზრებთ მეგობრებო თავს. ჩემი ლაპარაკი, თქვენ უკვე იცით ჩემი დამოკიდებულება ალტკოინებზე, ვინც არ იცოდა აქამდე. უკვე იცით და მოდი გადავიდეთ პირდაპირ ჩარტებზე მეგობრებო და ჩაწერილი მაქვს აქ რამოდენიმე ალტკოინები და მოდი ჯერ სანამ გადავალთ, განვიხილოთ ეს, აი ნახეთ ეს რა ხდება, აი აქ ნახეთ. 29 მილიონი ალტკოინი. როცა coin market cap, ანუ უკაცრავად, თვითონ კაპიტალიზაცია კრიპტოს, ხომ, ჯერ კიდე ანუ all time high-ზეც არ არის, ანუ წარმოიდგინეთ, რომ altcoin-ების რაოდენობა გაათასმაგდა და გაათიათასმაგდა, მაგრამ თანხა კრიპტოზე არის ერთი და იგივე, ხომ? ამიტომ ის რომ ფულები altcoin-ებზე გადანაწილდება და ასე შემდეგ არის კიდევ უდიდესი სისულელი, მაგრამ მოდი ახლა ტექნიკურად განვიხილოთ altcoin-ები და გეტყვით ასევე რომ altcoin-ს ვიყიდი მე და გავაკეთებ ინვესტიციას და სხვათა შორის ამ ინვესტიციას მოდი ახლა ისო გადმოვწყვეტ. ამ ინვესტიციას გავაკეთებ VDC საფულეში, იმიტომ რომ VDC საფულეში ვაკეთებ ყველაფერს იმას, რაც უნდა გააკეთოს ინვესტორმა. რაც უნდა გააკეთოს დამწყებმა ინვესტორმა, გინდა გამოცდილმა ინვესტორმა, როგორ უნდა მიუდგეს ფულის მენეჯმენტს და ასე შემდეგ, როგორ უნდა გადაანაწილოს თავისი ინვესტიციები და ასე შემდეგ და რატო გავაკეთებ ახლა ინვესტიციას altcoin-ში, იმიტომ რომ ეს თქვენ თვითონაც გაინტერესებთ, თქვენთვისაც ძალიან საინტერესო არის, პლუს ამას, რახან თქვენთვის საინტერესო არის ამის მარტო მაგიტომ არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ცუდად რომ ცუდ მომენტში იყოს ახლა ჩვენი პორტფოლიო და ძალიან წაგებაში ვიყოთ, ამას 100 წელი არ გავაკეთებდი, მაგრამ გვაქვს ჩვენი იმის შესაძლებლობა, გვაქვს ქეში გვერდზე გადადებული, გვაქვს მოგებები დაფიქსირებული, გაზრდილი არის ჩვენი VDC პორტფოლიო, გასამაგებული არის, ამიტომ შეგვიძლია რაღაც პატარა რისკები ავიღოთ, ამიტომ ამ პატარა რაღაც რისკებს გავაკეთებ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერსაც აქვს თავისი წესები და კანონები და გეტყვით ახლა როგორ გავაკეთებ მე ამ ყველაფერს. ნუ გადავიდეთ ისე ახლა ჩარტებზე მეგობრებო და განვიხილოთ პირველი altcoin, რომელიც ყველა ძალიან აინტერესებს და Ripple და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ჩემმა ერთმა მეგობარმა კიდევ აქეთ გადმოვა მეგობრებო, იმედი არ მოგბეზრდით, ჩემმა მეგობარმა, რომელიც ცხოვრობს აქ ბელგიაში, დამირეკა და რა მახარა. 40,000-ად, ნუ სახას არ ვიტყვი და ქართველიც არ არის. 40,000 ევროთ ვიყიდე Ripple-იო. იმიტომ რომ ამ წლის ბოლოს მოიცადე გადავიდეთ. იმიტომ რომ ამ წლის ბოლოს ახლა გეტყვით. ოკეი. იმიტომ რომ ამ წლის ბოლოსო მინიმუმ $2-ზე უნდა ავიდესო და მე უკვე ესე ვთქვათ 2 და 5 და ასე შემდეგ და ამ ყველაფერს მეუნება მე. და რას ფიქრობ ჩემო ძმაო? და ახლა მე გეტყვით რას ვფიქრობ და მისი $40,000 ევრო უკაცრავად. გაუფასურებული არის 5 რაღაც პროცენტით, რაც ძალიან დიდი არ არის. რა თქმა უნდა, ახლა სხვათა შორის, სადაც Ripple არის, არ არის სიგიჟე რომ აქ იყიდო, მაგრამ ის არის წაგებაში. მაგრამ თავისი მთლიანი კაპიტალი წარმოიდგინე რომ ჩადო ამ Ripple-ზე. ანუ ამ ყველაფერზე არის დამოკიდებული და ანუ ესეთი რაღაცა გაკეთვა არის, რა თქმა უნდა, უდიდესი სისულელი. ახლა Ripple-ზე რო დავიწყო, უბრალოდ ეგ ადამიანი გამახსენდა და მაგიტომ მოიყვანე ეს მაგალითად. მოკლედ გადავიდეთ ჩარტებზე მეგობრებო და არის თორე ახლა Ripple-ი საინტერესო. არა მოიცადეთ.
საათიანზე გადავიდეთ. ეხლა რა ხდება მეგობრებო, ანუ როგორ უდგები მე altcoin-ებს, მე altcoin-ებზე ყოველთვის ვაჭრობ ხოლმე და რა მჭირდება ვაჭრობისთვის მჭირდება რეზისტენცი და სუპორტი, მჭირდება ან range-ი, ან აღმავალი ტრენდი, ან დაღმავალი ტრენდი, რათა მე ესე ვთქვათ განსაზღვრო ტრენდი, მაგალითად range-ში თუ გაარღვე რომელი რომ ხარ, შემიძლია აქ შორტი ავიღო, აქ ლონგი ავიღო, აღმავალ ტრენდს შემიძლია აგრესიულად გავყვე და აქ ავიღო რიტესტზე. აქ შემიძლია შორტო და შემდეგ რო დავინახო ესე ვთქვათ ტრენდის reversal-ს, შემიძლია აქ უკვე ავიღო ლონგები და შევიდე swing trade-ში. გინდა ლონგზე, გინდა შორტზე, არ აქვს მნიშვნელობა. ეხლა რაც შეეხება Ripple-ს, აი წარმოიდგინეთ, აი აქ არ ვიცი, ხედავთ რამეს, ან სიძლიერეს, ძალიან მაგარი ინტერნეტი მაქვს, სხვათა შორის მინდა გითხრათ მეგობრებო. ახალიდან ვქნათ. Okay. ჩვენ ინტერნეტი გასწორდა. აი მოდი შევხედოთ ახლა ამ ჩარტებს მეგობრებო, აი აქ რასაც მივხედავ, ну რა თქმა უნდა Bitcoin-ს და Ethereum-ის ჩარტს, ცოტა Bitcoin-ის ჩარტს ყოფილი. მეც არ ვთქვი რა Bitcoin და იმის ჩარტს გავს მეთქი, Ethereum-ის. ძალიან შესაშური ინტერნეტი მაქვს. Okay. ან მე მგონი Ripple-ზე აქვს ალერგია ჩემ კომპიუტერს. Okay, Ripple-ზე ვართ. Okay, განსხვავდება Bitcoin და Ethereum-ის ჩარტისგან. მოკლედ გადავიდეთ ღიურზე მეგობრებო და აი ნახეთ. აქ არის ჩვეულებრივი უძლურობა და ჩვეულებრივი ფომ. ნახეთ, აი როცა მომხდები რომ მე ვფიქრობ, როცა ინვესტიციას ან ტრეიდში შევდივარ, მე ყოველთვის ვფიქრობ თუ რას ფიქრობ შენ. და რას აკეთებ შენ? ანუ აქ ვიცი და ვხედავ რომ ეს არ არის ტექნიკურად კარგი ზრდა, ეს არის ჩვეულებრივი ფომ. როცა შენ ხედავ ფომოს, რა თქმა უნდა, შენ მე გიჟივით აქ ხლა არ შევარ ლონგებში, რატო? იმიტომ რომ ვიცი რომ აქ აუცილებლად მოხდება კორექცია. აქ რა ხდება, აქ ხედავ რომ აქ არის პანიკა და ყველა ყიდის და უი გავყვიდო, აი აქ რო ვიყიდე და აქ რო მოგებაში ვიყავი, აუ ნეტა გამეყიდა, ეხლა წაგებაში წავალ და აქ ისევ რო ჩამოვა, აი ნეტა გამეყიდა, აქ წაგებაში წაგებე. მე დაინახავ რომ მაღლადისფერს და აურადებილი ვარ, ნეტა დამეტოვა, მე ისევ აქ იყიდიან. მე ესე აქედან წამოვა ფასი და ანუ ესე კარგავს ყველა ფულს, ხო? ამიტომ მეგობრებო, altcoin-ში ინვესტიცია მithumetes ესე არის უდესისული. რას გავაკეთებდი მე და როგორ ვდგები მე საერთოდ altcoin-ებს. ნახეთ, ეხლა აქ ტექნიკურად, აი რომ გადავიდეთ weekly-ზე, აქ ტექნიკურად მე საერთოდ არ მაინტერესებს აქ ესე ვთქვათ ფუნდამენტალურად რა coin არის, მე ვხედავ რომ ტექნიკურად გამოიყურება საშინელად. რა შემთხვევაში ვიქნებოდი აქ მე მაგალითად დაინტერესებული, აი აქ ხედავთ რომ ეს არის სუპორტი. როცა ფასი სუპორტზე ჩამოდის, აქ რა თქმა უნდა შენ შეგიძლია უკვე დაინტერესდე ტრეიდში შესვლა. ტრეიდში შესასვლელად. რა არის ეს ტრეიდში შესასვლელად? შეგიძლია აქ ლონგები ეძებო კონფირმაციებზე და შემდეგ შენი ტარგეტებივე განსაზღვრო ეს იქნება ეს იქნება ეს და შემდეგ დანარჩენმა შეიძლება ესე ვთქვათ გააკეთოს უფრო დიდი ზრდა, ხო? აი აქედან რომ ავიღოთ ბრმად პლუს-მინუს 25-28%, აქ უკვე 40%, აქ უკვე 70% და ნუ ყოველთვის ტოვებ ხოლმე. altcoin-ებში მithumetes უფრო დიდ ნაწილს ტოვებ ხოლმე 30-40%, შეიძლება 50%-ზე დავტოვო, რომ თუ გაიზარდა და იყო FOMO, რომ დავაფიქსირო მაქსიმალური მოგებები. ხო, მაგრამ სანამ შენ აქ შეხვალ ლონგში, შენ გჭირდება კონფირმაციები. ეხლა weekly-ზე რასაც ვხედავ, ერთადერთი კონფირმაცია რაც მე დამჭირდებოდა, იქნებოდა ის აი ამ drop-off-ის გარღვევა მაღლა. ვხედავთ რომ ეს არ დაგკარგია weekly-ზე, მაგრამ ეს დავკარგეთ weekly-ზე, რაც უკვე რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი ნეგატიური მოვლენა, მაგრამ იმ შემთხვევაში რომ ჩვენ გაგვერღვია ეს level-ი, მაგალითად, ანუ ჩვეულებრივი სუპორტი და რეზისტენცია არის, მაგ შემთხვევაში შენ გაგეხსნებოდა აქ ლონგი. აქ ლონგი რო გაგეხსნებოდა, შენი downside-იც იქნებოდა პატარა, იმიტომ რომ აქ წარმოიშვებოდა, ეხლა რა თქმა უნდა ვერ განსაზღვრავთ ვერც stop loss და ვერც entry-ს, მაგრამ საშუალოდ რომ ავიღოთ ამას თუ გავარღვევით, აქ იქნებოდა ესე ვთქვათ ჩვენი entry, აქ იქნებოდა ჩვენი stop loss და ნახეთ, ჩვენი entry take profit 1, take profit 2, take profit 3 და დანარჩენს უკვე გავუშვებთ. ეხლა მაგალითად რომ ავიღოთ, ანუ ეს ხომ არ მოხდა, მაგრამ ეს რომ მოხდეს მაგალითად, მე აქ უკვე ვიქნები დაინტერესებული ლონგში შესასვლელად და აუცილებლად ავიღებ აქ ტრეიდს. დღეურზეც ნახეთ რა საშინელად გამოიყურება, ანუ ეს არის ჩვეულებრივი, ძალიან საშინელი ჩარტი, ძალიან შიში და FOMO არის ერთდროულად. რა, აქ გაიზარდა ვიყოლა ვყიდულობთ, აქ ჩამოვარ და ვიყოლა ვყიდით. კვირაზე დავალოდებოდი, მე ახლა მაგალითად Ripple-ში რომ შევიდე, კვირაზე დავალოდებოდი რომ ეს გაერღვეს და მაგ შემთხვევაში შევიდოდი ტრეიდში, ჩემი პირველი take profit იქნებოდა აი აქ პლუს-მინუს, რომელიც არის უკვე 1-2-ზე. აქ სადღაც 20-25%-ს დავაფიქსირებდი, აქაც 10-15%-ს, აქ უკვე 20%-ს და ნახეთ, უკვე 1-7-ზე გამოდის. თითქმის რა თქმა უნდა, გზადაგზა რო აფიქსირებ მოგებას.
შენი პროფიტი უფრო და უფრო ნაკლები ხდება, მაგრამ იმასაც უნდა დავაკვირდეთ, რომ შენი stop loss-იც და შენი რისკიც ყოველთვის პროფიტზე უფრო და უფრო ნაკლები ხდება. ხომ, ამიტომ როცა შედიხარ ტრეიდში ან ინვესტიციაში, ნუ უყურებ, რამდენი შეგიძლია გააკეთო, უყურე, რამდენი შეგიძლია დაკარგო, იმ შემთხვევაში ყველაფერი წავიდა შენ და საპირისპიროდ. რა თქმა უნდა, risk reward-ი კარგი უნდა იყოს, მაგრამ პირველ რიგში ფიქრობ, რამდენს დაკარგავ, იმ შემთხვევაში თუ ფასი წამოვიდა უკ. ამ შემთხვევაში Ripple-ზე მოვიქცე ODS-ი, მაგრამ ახლა ნახეთ რა ხდება, ვხედავთ, რომ აქ ლოკალურად არის ჩვეულებრივი downtrend. ნახეთ რატო ამბობ ამას, იმიტომ გვაქვს აქ high, გვაქვს აქ low, გვაქვს აქ lower high, lower low, lower high, ეხლა აკეთებს lower lows და რა ხდება, ვაგრძელებთ ჩვენ ტრენდს ქვემოთ, ხო? და აი აქ დაღმავალი ტრენდის დროს კი მე ვამბობ ხოლმე, რომ ყოველთვის უნდა იყიდო წითელზე, ეს რომ იყოს რაღაც ფუნდამენტალურად ძლიერი ასეტი, როგორც არის მაგალითად გინდ ბიტკოინი ავიღოთ, გინდ რაიმე ETF-ი ავიღოთ, გინდ მეტალები ავიღოთ, მაგ შემთხვევაში შეგიძლია ამ წითელზე იყიდო და არ ინერვიულო, ხო? მაგრამ ახლა altcoins რომ მყიდულობ, ნახე ეს თუ ეს downtrend-ს თუ გავაგზავნოთ, მაგ შემთხვევაში შენი ტარგეტი იქნება რამდენი პლუს მინუს აქამდე 95 თეთრიდან 62 თეთრამდე, ხო, რომელიც არის ეხლა ფაზი სადაც იმყოფება პლუს მინუს კიდე 45-იან 68%-იანი გაუფასურება და რატომ გინდა რომ ეს რისკი არის? ხო ჯობია რომ დაელოდო კონფირმაციებს, შეხვიდე ტრეიდში და აფიქსირ მოგებები და გამოხვიდე, ხო? რატო უყურებ რომ აი ეხლა აქ მე შევდივარ უფრო ნაკლებად 1.8 და აი გააკეთებს. მე იმედი მაქვს და მე მგონია რომ $5 ავა და გავაკეთებ 150%. აი რატო უყურებ? 150, აი შენ მაგალითად ეხლა რო შეხვედი, აი აქ რო შეხვედი ახლა მაგალითად $100-ად, ხომ და თქვა რომ აი მე გავაკეთებ, ეს არის ახლა ძალიან საინტერესო და ამას დავაკვირდით ძალიან კარგად მეგობრებო. თქვა შენ შეხვედი $150-ით, ხომ? ინვესტიცია გააკეთე და ფიქრობ რომ $5 ავა და ნუ $5 არის, ახლიდან გადავიანგარიშოთ, ნუ $5 არის პლუს მინუს 175%, ხო? ან შენ ინვესტიციაზე 1.7-ით მეც აკეთებ, ხო? ანუ risk reward-ი არის 1.7. მაგრამ ნახე თუ დაელოდები ტრეიდს, დაიღებ ესეთი ტრეიდს, ნახე შენი risk reward-ი რამდენი გამოდის, ანუ შენი stop loss თუ იყო აქ $100 და თუ წავიდა ტრეიდი კარგად, იმაზე მეც აკეთებ, ვიდრე შენ ინვესტიცია. ნუ ამ პატარა მონაკვეთში უფრო მეც აკეთებ, რავი, 4-ჯერ მეც აკეთებ, ვიდრე შენ გააკეთებდი ინვესტიციით, ხო? ამიტომ არის აუცილებელი, რომ სწორად მივუდგეთ altcoin-ებს. Altcoin-ები ყველას გონია, რომ მე anti-altcoin-ისტი ვარ, ან არ მესმის რა არის altcoin-ი, ან bla 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 bla. არა, ეგ ეგრე არის, უბრალოდ მე ვარ ჩემ თავთანაც ძალიან ხისი და ჩემ თავთანაც ძალიან მართალი, იმიტომ რომ მე თუ არ უთხარი ჩემ თავს, რომ ეს არის სისულელე და ვკარგავ ფულს და აი იმედი მაქვს, სხვა ვინმე თქოს, ყველას არავის არ აინტერესებს მე გავაკეთებ თუ არა ფულს, ხო? და უკაცრავად დავკარგავ თუ არა ფულს, თუ გავაკეთებ თუ არა ფულს, ეგ ძალიან ბევრს აინტერესებს. არავის აინტერესებს და არავინ არ შეწუხდება თუ დავკარგავ ფულს, ხო? ამიტომ მე უნდა უთხრა ეს ყველაფერი ჩემ თავს და მე თქვენ გეუბნებით, თქვენ გაითვალისწინებთ თუ არა, უკვე თქვენზე არის დამოკიდებული. აქ ეხლა Ripple-ზე აი ზუსტად ეს იქნებოდა ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომაც შეიძლება მე ახლა აქ მაგალითად ავიღო ტრეიდი. თუ ამ შემთხვევაში ამ ლეველს გავარღვევდით კვირაზე, მაგ შემთხვევაში მე ავიღებდი ტრეიდს და კიდე ერთი კონფირმაცია გვაქვს ის რომ ანუ ჩვენ ვართ აქ სუპორტზე. ანუ სუპორტზე რა თქმა უნდა იძებს ლონგებს, აქ ახლა გაშორტო არც თუ სიჩკვიანური, ანუ თუ დავკარგეთ ეს სუპორტი, მაგ შემთხვევაში შეგიძლია გაშორტო, მაგრამ აქ რა თქმა უნდა ვიძებთ ლონგებს, იმიტომ რომ reward-ი არის მაღლა, upside-ი გვაქვს მაღლა, მაგრამ თუ ჩამოვარღვევთ ქვემოთ, ეს იქნება ანუ კატასტროფა ჩემი აზრით. Ripple-ისთვის და ჩემი მეგობრისთვის სავარაუდოდ დამიეკავს და მეტყვის უიმედათო თურმე რა გამიკეთებია და მართალი ყოფილა. ნუ მე რა თქმა უნდა, მე რო უკვე აღარ შემიძლია ამისი დახმარება, იმიტომ რომ ყოველთვის ყველას გონია რომ ჩემზე კარგად იცის, ყოველთვის გონია რომ რახან მე არ ვაკეთებ altcoin-ებში ინვესტიციას, ვარ სულელი და ასე შემდეგ. აი მეგობრებო, double time frame-ზე ეს არის აი textbook ტრეიდი. ანუ რო გადახედოთ ჩემ ვიდეოებს, აი ამ ტრეიდებს ყოველთვის ნახავთ. და რა არის ეს ტრეიდი? ანუ 5 წუთიანზეც ეს ტრეიდები მოდის 15 წუთიანზე, 3 წუთიანზე, 1 წუთიანზე, 1 საათიანზე, სულ არის ესეთი კონსტრუქციები და იმიტომ მქონდა რომ ჩარტები არის ყველგან ერთ-ერთი. ყველა time frame-ზე უბრალოდ რაც უფრო double time frame-ზე მიდიხარ, უფრო ბევრი ქაოსი არის, უფრო ნაკლებად დაინახავ ეს რაღაც, იმიტომ რომ თვალები შეჩოლი, მაგრამ ამაღალ time frame-ზე უფრო ადვილად ხედავ. ნახეთ, ლიკვიდობა ავიღეთ, გავარღვევთ ბოლო drop-off-ი და შევდივართ ლონგში. რასაც აქ აი კვირაზე ზუსტად ეგეთი რაღაცა არის, რომ გავარღვევთ ეს, მაგ შემთხვევაში წარმოიშვება ლონგი და იქნება ზუსტად ესეთი setup-ი. ნახე, წამოვედით ქვემოთ, ავიღეთ აქ ლიკვიდობა, შემდეგ გავარღვევთ drop-off-ი გაირღვა აი აქ, ნუ ამ სანთლებმა გაგვირღვა, შეგვეძლო აქ შევსულიყავით. იქნებოდა კარგი ტრეიდი, შეგვეძლო აქ შევსულიყავით და ეს იქნებოდა საერთოდ რუნერი, ძალიან დიდი რუნერი და ძალიან დიდი ტრეიდი იქნებოდა. ეხლა რო გავზომოთ
იქნებოდა რამე, ნუ თქვათ რომ აგრესიულად ავიღოთ, თქვათ რომ stop loss-ი დავაყენეთ პლუს მინუს. აი აქ ნუ double time frame-ზე უნდა გააკეთო fine tuning და 1.5-ზე. იდეალური ტრეიდია, ხო? როცა ვიღაცამ თუ იყიდა და ელოდება რომ 100x და 200x გააკეთოს, ნუ ის უკვე წაგებაში არის და ალბათ ზანაც ტირს. მოკლედ გადავიდეთ შემდეგ altcoins-ზე და ამის შემდეგ უკვე გეტყვით მეგობრებო თუ რომ altcoins ვიყიდი მე. გადავიდეთ ახლა ADA-ზე, Cardano-ზე, სხვათა შორის ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი იყო, როცა კრიპტო იმაში შემოვედი, იმიტომ რომ $10 უნდა გაეკეთებინა. ეხლა ნახეთ რა ხდება. ეს ანალიზი მქონდა გაკეთებული, ხო, ანუ ნახეთ ძველი ჩარტი გაიხსნა. ეს ანალიზი მქონდა გაკეთებული და აქ უნდა ყველას ყიდვა. აი აქ უნდა ყველას ყიდვა, Cardano-ს ყიდვა. რას ამოვდი მე? აქ ყიდვა არის უდიდესი სისულელი, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა ვართ რეზისტენცი, ანუ აქ ყველა ყიდის აფიქსირებს მოგებას. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავარღვიეთ ეს, ნახეთ, ანუ ზუსტად იგივე რაღაც ქონდა დახაზული. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავარღვიეთ ეს და დაგვიდასტურდა ჩვენ ტრენდი, მაგ შემთხვევაში ჩვენ გვიაქტიურდება, ნახეთ, გვიაქტიურდება, ნუ მე ვერ გადავწყვეტ, ვიყიდო თუ არა. ჩარტი წყვეტს, ტექნიკური ანალიზი წერს, ვიყიდო თუ არა და აქ უნდა იყო რობოტივით. შენ არ წყვეტ შენ ემოციებს, ნუ არანაირი ადგილი არ აქვს, თუ გაარღვიავსო, გაქვს კონფირმაცია და ყიდვა. მორჩა არანაირი კითხვები, არანაირი ვაიმე ნეტა ის და იმედი მაქვს და იმედი გაქვს. არა, გაირღვა, ყიდულობ. მაგრამ ხედავთ რომ არ გაირღვა, წამოვიდა ბაზარი ქვემოთ და ვართ ისო ნახეთ აი. აი მოდი ახლა მე ამაზე ანალიზს ვერ გავაკეთებ. აი თქვენ მითხარით, თქვენ დაწერეთ კომენტარებში, აი Cardano-ზე რა სიტყვით. ახლა ვიღაცა დაიწყებს, აი Cardano ცუდი გუნდია და აი მე ვიცი მაგარი გუნდი, ანუ ეგეთი რაღაცები არ დამიწერეთ. უბრალოდ დამიწერეთ. ნუ თქვენ თავს შეხედეთ, მართლები იყავით თქვენ თავთან და ანუ მე ამაზე ახლა ანუ ვერანაირ ანალიზს ვერ გავაკეთებ, აი თქვენ მითხარით ამაზე რას ფიქრობთ? აი მართლა გეხოცები მითხარით, კომენტარებში დაწერეთ, აი Cardano-ზე რას ფიქრობთ? მე მირჩიეთ Cardano ვიყიდო თუ არა. ნუ მოკლედ მეგობრებო, ახლა გადავიდეთ იმაზე, თუ რომელ altcoins ვიყიდე, მე დავამატებ VDC საფულეში, მაგრამ მოსაც რა თქმა უნდა თავისი წესები აქვს, BNB ეს და პირდაპირ გიჟივით რა თქმა უნდა არ ვიყიდე, იმიტომ რომ გიჟი არ. მიუხედავად იმისა, რომ ნუ ესეც altcoin-ი არის, თუ altcoin-ში ინვესტიციას აკეთებ, რატო გავაკეთებდი მე ამაში ინვესტიციას, იმიტომ რომ BNB არის Binance არის ერთადერთი ესე ვთქვათ წარმატებული ბირჟა, რომელსაც ყავს ძალიან ბევრი მომხმარებელი, ძალიან ლოიალური არის თავის მომხმარებლებს მიმართ და ესე ვთქვათ, ნუ არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი კომპანია, ძალიან ბევრი ვაჭრობს, ბლა. და როგორც არ უნდა გაუჭირდეს BNB-ს, როგორი ცუდად არ უნდა წავიდეს მისი კოინის საქმე, ისინი მაინც იზრუნებენ იმაზე, რომ ამ კოინმა გააკეთოს მოგება და ესე ვთქვათ, შეინარჩუნოს თავისი მომხმარებელი და ეს ზუსტად ამაზე ვამბობ მეგობრებო, რომ ეს ანუ ამ შემთხვევაში შენ შეგიძლია მართლა გააკეთო ინვესტიცია, არა იმიტომ რომ მაგარი ბიზნესი, არამედ იცი რომ ესეთი კომპანია არის, რომ რაც უნდა მოხდეს, იზრუნებენ იმაზე, რომ თავიანთი მომხმარებლები იყვნენ მაინც ესე ვთქვათ, ბედნიერები და თავიანთი კოინიც იყენება, ანუ ძალიან ბევრი რამეში იყენება, მაგალითად ფიები ავიღოთ. თუ შენ Binance coin-ი გაქვს და ესე ვთქვათ, futures-ებზე ვაჭრობ, მაგ შემთხვევაში შეგიძლია ესე ვთქვათ, ისარგებლო ნაკლები ფიებით. თუ რაღაც airdrop-ებია და რაღაც ახალი altcoin-ების ყიდვა გინდა, ან რომელიც ჯერ არ დალისტულ, ან რაღაც პულებში მიიღო მონაწილეობა, მაგ ყველაფერშიც გჭირდება, რა თქმა უნდა, BNB, ხო? BNB-ს თვითონ თავიანთ ეკოსისტემაში იყენებენ ხშირად, ანუ ეს არ ხდება, რომ ვიღაცა რაღაც დიდ კომპანიას დაჭირდეს BNB coin-ი და BNB coin-ი გამოიყენოს და ეკონომიკას წარადგენს და პროდუქციას წარადგენს და ამავდროულად არა, უბრალოდ თავიანთ ეკოსისტემაში, თავიანთ კომპანიაში, თავიანთ რაღაც მატრიცაში იყენებენ ამ coins, რომელსაც, რა თქმა უნდა, აქვს რაღაც დანიშნულება, ხო? შენ ყველაფერში შეღავათი გაქვს, თუ იყიდი ამ altcoins და ეს არის win-win situation, ხო? იმიტომ რომ altcoin-ის ფასი იმატებს, ინვესტორები არიან ბედნიერები, იმიტომ რომ altcoin-ის ფასი იმატებს, ისინი მოგებას აკეთებენ, მომხმარებლები არიან ბედნიერები, იმიტომ რომ თუ აქვს BNB ის ძალიან არ უფასურდება ხოლმე და ის ძალიან გიჟური სრტები არ აქვს. მოკლე მონაკვეთში და ნუ თავიანთი ესე ვთქვათ ინვესტიცია სიტუაცია რჩება და ამ ნაკედი კოინებით მათ აქვთ რაღაც პრივილეგიები, როგორც არის ნაკლები ფიების გადახდა, პულებში მონაწილეობა და აშენგ და ნუ თვითონ Binance-თვისაც ხო ძალიან კარგი არის. ხო, ამიტომ ამ კოინს აქვს მხოლოდ ბენეფიტები. არა იმიტომ რომ რაღაც მაკროეკონომიკურად ძალიან რაღაც დიდი ჯაჭვია და რაღაცა, არა, უბრალოდ თავიანთ მატრიცაში არის გამოყენებადი და მე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან მიხარია და ნუ ამ ყველაფერს ამტკიცებენ კიდევაც altcoin-ები რას აკეთებენ, ანუ ყველა
საშინლად უფასურდება და ნუ BMW მაინც გიჟივით მიდის, ხო? ნუ ამ ზრდებს რო დავანებოთ საერთოდ. დავი რა თქმა უნდა, აქაც გქონდა დიდი კორექცია, მაგრამ ამის შემდეგ ნუ კრიპტობაზარიც რა თქმა უნდა ძალიან განვითარდა და ნუ BMW-ც ხედავთ რომ მისი ფასი როგორც განვითარდა და როგორც შევარეხლა მე ამ ესე ვთქვათ ინვესტიციაში რა თქმა უნდა როგორც ტრეიდი ექსე day trade და swing trade არ შევალ, მაგრამ შევალ აი როგორც Bitcoin-ში და Ethereum-ში ვაკეთებ ინვესტიციას და ჩემი პირველი ინვესტიცია იქნება მაგალითად აი აქ. იქნება პლუს-მინუს აი ორდერი მეთქი. Notification-იც მაქვს დაყენებული, ეს იქნება პლუს-მინუს $700-ზე და შემდეგ უკვე მექნება აქ ლიკვიდობაზეც მექნება აქ დაყენებული ორდერი $570-ზე და მე უკვე ანუ ძალიან ცუდ შემთხვევაში იმედი მაქვს რომ ფასი აქამდე არ ჩამოვა, იმიტომ რომ მე ამასაც უბრალოდ ჩიტკოინი დაერქმევა, მაგრამ ფასი აქამდე თუ ჩამოვიდა, დავამატებ აქაც რაღაცა ნაწილს, მაგრამ აქ უკვე რაღაცა ნაწილს დავამატებ არა იმ მიზნით, რომ მე გავაკეთო 100x და ისევ აქ დავბრუნდეთ, არა, მე დავამატებ იმ მიზნით, რომ აქ რა თანხაც დავდე, ესე ვთქვათ. ის თანხა ავინაზღავრო, ანუ აქედან თუ მე ვიყავი რაღაც 20-50% მინუსში, მაგალითად აქ რაღაც ინვესტიციას რომ გავაკეთებ და გაიზრდება მაღლა, აქ გაკეთებული ინვესტიციაც აღარ იყოს -60%-ში და იყოს მაგალითად -20% მინუსში, შემდეგ ამის დამატებული მოგებები გააბათილებენ ამ მინუსს და ესე ვთქვათ გამოვიდე ბრიკევაში და ჩემს თავს უშველო. ანუ ეს არის როგორც ვფიქრობ მე ალტკოინებს და როგორც ვუდგები ალტკოინებს და მოკლედ BDC საფულეში დავამატებთ ჩვენ ამ ალტკოინს, იმიტომ რომ ქეში გვაქვს, ფული არ არის პრობლემა. ეს რა თქმა უნდა ხმოვით, მაგრამ დავფიქსირეთ რა თქმა უნდა რაღაც მოგებები და ამ მოგებების რა თქმა უნდა რეინვესტიცია გვჭირდება, ამიტომ სულად შესაძლებელია რომ ჩვენ ეს გავაკეთოთ why not? ამიტომ დავამატებ, არ მაქვს პრობლემა რისკებთან. ანუ თლიან ქეში კი არ დავამატებ, აქაც რაღაცა ნაწილს დავამატებ, იმიტომ რომ ნუ კრიპტოს რაღაც პროცენტი არის ჩვენი თლიანი ინვესტიცია და იმ კრიპტოს ნაწილის ძალიან პატარა ნაწილი მინდა რომ იყოს Binance. ნუ ხოლმე ეს იქნება და ესეც იქნება არა იმიტომ რომ მე მჯერა და პეტრეს ჯერა და პავლეს ჯერა არა, იმიტომ რომ ისინი ამტკიცებენ რომ თავიანთ ეკოსისტემაში იყენებენ და ხალხი ამ ყველაფერს იყენებს. მხოლოდ ამიტომ და ტექნიკური ანალიზით მაძლევს ამის ნებას, იმიტომ რომ არის გამოიყურება ძალიან ძლიერად, ხედავ რომ ძალიან ბევრი ვაჭრობს. ესეც მაგალითად იქნებოდა ლოკალურად ძალიან მაგარი entry, აქაც მაგალითად ესენი ძალიან მაგარი entry-ები იყო. აქ სავარაუდოდ მე გავისტოპებოდი, აქ რომ ამიღო რამე ტრეიდი, მაგრამ ეს ტრეიდი კარგი იქნებოდა, ეს ტრეიდი კარგი იქნებოდა, ეს ტრეიდი სხვათა შორის კარგი იქნებოდა, მაგრამ ძალიან აგრესიული, ნუ მოკლედ BNB გამოიყურება ესე თვალსა ძალიან კარგად. გადავიდეთ შემდეგ სხვათა შორის Bybit-ის კოინზე და Crow-ზე იგივეს ვერ ვიტყვი, მაგალითად Crow-ზე რო გადავიდეთ, ნუ Crow გამოიყურება საშინლად, ნუ კარგი, გადავიდეთ ამაზე, ნუ what's that, brother? Hey, what's that? ნუ აქ ლიკვიდობა აიყო ძალიან კარგი. აქედან იყო 70%-იანი ზრდა, აქ ყველა ფიქრობდა რომ bull market-ი დაიწყო და თურმე ის ვიღაც ინფლუენსერი მართალი ყოფილა და Crow $1-ზე ავა, ბევრმა გადაიანგარიშა აქედან რომ $1 არის 170% კიდე და bro. ყველამ თავის ზმაკაც ნათესავს გადაურეკა, იყიდა Crow, ყველამ იყიდა Crow. და კარგა ყველამ თუ აქ ვერანაირ აი აქ შენ ვერ ხედავ ვერანაირ საბაბსო საერთოდ რაიმე ანალიზი გააკეთო, იმიტომ რომ გვაქვს დამპი და პამპი, რეინჯი, მოწყენილობა, ნუ რეინჯი გაუგებრობა, აქ საერთოდ საშინელება, აქ საერთოდ ვარნა, ამას საერთოდ ამას არც უნდა შეეხოწეს ადამიანი. როცა გააკეთებ შენ რაიმე ალტკოინებში თუ გინდა ტრეიდის გაკეთებ და ესეც ჩარცხე და უბრალოდ გადახაზვა და move to the next. Solana ვნახოთ მეგობრებო. Solana-ს უწინასწარმეტყველებენ ძალიან დიდ რაღაცებს, მაგრამ რა ხდება? ტექნიკურად სიმართლე რომ გითხრათ, ვერაფერს ვერ ვიტყვი Solana-ზე. ნუ Solana-ს რა ფაინანსი მეკონა what's that? Okay. Solana-ზე ცუც ვერაფერს ვერ ვიტყვი მეგობრებო, ნუ ლოკალურად არც ის გამოიყურება ძალიან კარგად და ეს არის მისი last defense zone რომ არ გავაფუჭოთ არაფერი, მინდა რომ პირველ რიგში ეს გავარგოთ და შემდეგ ეს გავარგოთ, მაგ შემთხვევაში გვექნება კარგი ლონგების გახსნის საბაბი და მე უკვე დავატარგეტებთ all time highs და ესე ვთქვათ, ანუ ამ მაღალი ველების გარღვას და მე უკვე all time highs, მაგრამ ჯერ აქ გვჭირდება სიძლიერის
დანახვა, მაგრამ ჩემი აზრით არ გამოიყურება ძლიერად და ლიკვიდობების აღება მოგვიწევს აქედან $90 და შემდეგ შეგვიძლია $60-იანი ლეველიც გავტესტოთ და წარმოიდგინეთ მეგობრებო, აქამდე რომ ჩამოვიდეთ, ისე 80%-იანი გაუფასურება რაც არის საშინელება. ნუ ახლა რაც შეეხება Solana-ს მეგობრებო, რა თქმა უნდა ძალიან დიდი ჰაიპია, მით უმეტეს, აი არავინ არ უნდა იბლატოს, აი ბოდიში, მაგრამ არავინ არ უნდა იბლატოს, რომ იმის რა ქვია, ოქროს კვერცხები ქონა და აქ შეძლო და გაბედა ყიდვა და აი დღეს რაღაც 14x მოგებაში, ანუ არავინ არ უნდა იბლატოს. შენ აქ თუ იყიდე ბოდიში და დებილი ხარ, აი პირდაპირ გეტყვი, აი ბოდიში და მართლა დებილი ხარ. შენ თუ აქ Solana იყიდე, ჩვეულებრივი გემბლერი ხარ და ნუ შემიძლია თავის დავდო, რომ ამის მერე შენ ფული ვერსად ვერ გააკეთე. ეს ერთხელ გაგიმართლა, ისიც დარწმუნებული ვარ უკვე დაკარგე და ამის მერე შენ ფული აღარ გააკეთებ, იმიტომ რომ აი აქ ყიდვა არის უდიდესი სისულელი. ნუ რა ხდება ახლა? ნუ რა ამის ETF-იც დაამტკიცეს კი, გეთანხმებით, მაგრამ ანუ რა ხდება? სერიოზული ინვესტორს როგორ უნდა დაგაინტერესოს ეს ალტკოინი, აბა მითხარი, ანუ წარმოიდგინე, შენ მუშაობ საინვესტიციო, აქეთ გადმოვიდეთ, შენ მუშაობ საინვესტიციო კომპანიაში, ნუ ETF-ს ყიდი ბლა და მოდის ძალიან სერიოზული ინვესტორი, რომელსაც აქვს ტრილიონები და საერთოდ არ აინტერესებს რაღაც $1000, $10,000 და $100,000 გაკეთება, ხო? მას უნდა რომ ჩადოს დიდი ფული და წლიურად გააკეთოს 4, 5, 6, 7, 8, 10%, ხო? და მოდის და ეუბნები რომ არა, 10% ეს წარსულია. დღესდღეობით შენ შეგიძლია 30-40% გააკეთო წელიწადში და სიტყვის, ვაუ, რა მაგარია, სად ვიყავი აქამდე, არაფერი მიცოდნე, აბა მასწავლე. გეტყვის, აი ამაში უნდა გააკეთო ინვესტიცია Solana-ში. და ესე მე დიდი ინვესტორი გეკითხება, რომ ამ ხელა ფული აქვს, ამ ხელა გამოცდილება ადამიანს, ხო, ფული ეგრე ჰაერზე არ მოდის, ხო, გამართლებაზე მაგ ხელა ფულს ვერ გააკეთე. აბა მითხარი რა საკეთებს ეს, ანუ იმ ადამიანს ეგონება, რომ ვაუ, ეს Solana არის რაღაცა ძალიან დიდი. და ამ დროს შენ ეუბნები, რომ აიცი რა, მემე კოინებს აკეთებენ. აი სასაცილო რაღაცებს და აი მაგაზე ხალხი რო ვიტულობს ტრანზაქციებში, ფული რო ბლა და ეგ უნდა უთხრა სერიოზული ინვესტორს, აბა წარმოიდგინე ეგეთ რაღაცას რო ეუბნები სერიოზული ინვესტორს, ანუ რა უნდა გააკეთო. და კაი მოდი ბოლოზე გადავიდეთ მეგობრებო, არბიტრუმი. მე კიდე ჩემი პროლოგი იქნება ბოლოსკენ, არბიტრუმი, იმიტომ რომ არბიტრუმსაც ძალიან ბევრი იმაშვრება. აი ბოდიში მეგობრებო, მაგრამ ეხლა მე წარმომიდგენია, აი ეს რა არის? ეხეხვეწებით, აი ეს რა. კაი, მოდი ახლა რაღაცას გეტყვი. აი ეს ჩარტი კარგად ჩაიბეჭდეთ თავში, და მოდი ახლა რაღაცას გეტყვი. მე რო კიდე ვიღაც გამოჩდება და მე მეტყვის, რა შენაერთი ალტკოინები და არბიტრუმი ავა $1-ზე და იმაზე შეიძლება ავიდეს, მაგრამ არბიტრუმი $1-ზე რო ავიდეს, დამიჯერე და თუ გინდა შევეჯიბროთ რა დღეიდან ორივე მივუყუროთ არბიტრუმ, შენ თუ გინდა სულ ინვესტიციები გააკეთე 15 წლის განმავლობაში, არბიტრუმმა თუ მიაღწია $1-ზე, დამიჯერე რომ მე შენზე მეტ რენდამენტს გავაკეთებ, ნუ აქ ფულს არ უყურებთ, ვინ უფრო დიდ ფულს გააკეთებს, ამას ინვესტიციაში და ტრეიდინგში ვინ უფრო დიდ ფულს გააკეთებს, ამას აზრანაირი მნიშვნელობა არ აქვს, აქ არის პროცენტულობაზე. იმიტომ შენ შეგიძლია $100-ზე ყოველწლიურად გააკეთოთ 15-20% ინვესტიციებით, ესე იგი შენ შეგიძლია და ამას ამტკიცებ რამოდენიმე წელს განმავლობაში, შენ შეგიძლია ესე ვთქვათ მილიონზეც და ტრილიონზეც გააკეთო იგივე პროცენტულობა, ხო, ამიტომ აქ არის პროცენტულობა აუცილებელი. თუ გინდა თქვათ და დარწმუნებული ვარ და 100 მილიონი პროცენტ ვარ დარწმუნებული, რომ მე შენზე მეტ რენდამენტს გავაკეთებ, თუ არბიტრუმმა მართლა მიაღწია $1-ზე და რატო ამობ ამას? როგორც წეღან აგიხსენით რიპელზე. ყიდულობ, მაგრამ ის ვარდება. რას ველოდები? მე ველოდები ახლა მაგალითად პენი სტოკებში ვაკეთებთ ინვესტიციებს, ხო და აი რამოდენიმე პენი სტოკს დავდებთ ახლა მალე. ზუსტად იგივე რაღაცა, ეს პენი სტოკი გამოიყურება აი ზუსტად ერთ-ერთში როგორც არბიტრუმის ჩარტი, გადავხვით ცოტა უკან არბიტრუმის ჩარტი. შეხედეთ, ერთ-ერთში ზუსტად იგივენაირად გამოიყურება, მაგრამ რა არის განსხვავება? ის კომპანია არის, იმ კომპანიაში მე მუშაობდი კიდევაც, ადრე ძალიან დიდი კომპანია არის, ბელგიაში და ჰოლანდიაში ის ფულს აკეთებს, ანუ დიდი კომპანია არის. მაგრამ იქ
ლოკალურად არის უკვე ტრენდის უკუცვლა. იქ უკვე ვხედავ სიძლიერეს, იქ უკვე ვხედავ ხალხის შემოსვლას, შემოდინებას, დაინტერესებას და რა ხდება ახლა. ასევე ვხედავ, ანუ იქ რა თქმა უნდა ფუნდამენტალურ ანალიზსაც აკეთებ და ჩვენ ფუნდამენტალურ ანალიზს ვაჯამებთ, ტექნიკურ ანალიზს და აქედან საოცრება ანალიზი გამოდის ხოლმე და ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგ რეზულტატებსაც გვაძლევს. მაგრამ ნახე, დავინახე ტრენდის უკუცვლა, ხო და მე ახლა ზუსტად ამ ტრენდის უკუცვლაში შევდივარ და როცა სხვა ინვესტორები უკვე მინუსებში არიან და ახლა მაგალითად ის სტოკი არის პლუს-მინუს 1 ევროზე. ვინც და მოდის, ანუ ძალიან რა აღარ მახსოვს ზუსტად რამდენზე, მაგრამ ნუ თან დიდი, კაი უცბად გადავხედავ, მოიცადეთ, რო გითხრათ. უცბად გადავხედავ, საიდან მოდის. სტოკებში შევიდეთ აქ. ნუ თავისი all time high იყო 8.9-ზე, მაგრამ ბოლო დიდი ვარნა საიდანაც დაიწყო იყო $4 და შემდეგ იყო $3, ხო? ანუ $3-დან ჩამოვიდა 1 ევროზე, ხო? და მოდი $4-დან რო გავზომოთ, ეხლა არის პლუს-მინუს 75-80%-იან გაუფასურებაში. წარმოიდგინე $4-დან მოდის ტექნიკურად მანდ გამოიყურებოდა საშინლად, აი მართლა საშინლად მე ხელს არ მოვკიდებდი და წარმოიდგინე ახლა შენ როგორც არბიტრუმს უყურებ, ხო რა, უნდა იყიდო, იმიტომ რომ იაფია, როდის მორჩა ეგ იაფი, მაგას ვეხვდები ხოლმე რომ არბიტრუმი გაიაფდა, ახლა უნდა იყიდო, კიდე გაიაფდა, ახლა უნდა იყიდო, კიდე გაიაფდა და როდის ღარჩება ეს გაიაფება, ხო? ზუსტად იგივენაირად რომ მივუდგეთ იმ სტოკს, წარმოიდგინე რომ ვინც $4 და $3 დაიწყო შესყიდვა, ანუ $3-ზე იყიდა, მე კიდე დავარდა 20%-ით იყიდა მაგალითად $2-ზე, მე კიდე $1.50-ზე, მე $2.200-ზე. ეხლა დოლარი, თქვათ რომ ეხლა ევროზეც იყიდა, ნუ არ აქვეშობა ევრო-დოლარი, თქვათ რომ ევროზეც იყიდა, ხო? მე უფრო დიდ რენამენტს გავაკეთებ ეხლა შესვლით, ვიდრე იმან გააკეთა ჩემზე ადრე ყიდვებით და ინვესტიციებით, ხო? იმიტომ რომ მე ვუყურებ სხვანაირად, მე ვუყურებ თუ რას ფიქრობს ხალხი, მე ველოდები კონფირმაციებს, მე ველოდები ტრენდში უკუცვლას და ანუ რამოდენიმე ნაბიჯით ფიქრობ შენზე წინა მე სულ არ მაინტერესებს რა მგონია, რა შეიძლება ამ კომპანიამ გააკეთოს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ვუყურებ ფუნდამენტალურ ანალიზს კომპანიის შემთხვევაში და შემდეგ ტექნიკურს, მაგრამ ნუ ალტკოინებში მარტო ტექნიკური, იმიტომ რომ ფუნდამენტი არავინ არ მოგატყუოთ, მეგობრებო, ფუნდამენტ ანალიზს ვერასდროს ვერ გააკეთებთ სანამ არ შემოვა რეგულაციები, იმიტომ რომ მე რეგულაციების მომხრე მე მოდი ახლა გეტყვით ძალიან დიდ რაღაცას რა. საერთოდ არ ვარ ალტკოინების ჰეითერი, პირიქით ძალიან მინდა აი დღესვე და ხვალვე და აი ამ წუთასვე გავაკეთებდი ინვესტიციას, ამის შესაძლებლობა რომ იყოს და შესაძლებლობას არ გულისხმობ თანხაში. შესაძლებლობას გულისხმობ ნდობაში, ანუ რომ იყოს რეგულაციები, რომ ვიცოდე რომ მე ნახე ახლა როგორი ჭკვიანი ინვესტორიც არ უნდა ვიყო და ტრეიდერი, მე მაინც მოვტყუდები თუ ის ადამიანი არ კონტროლდება, ხო, იმიტომ რომ მე მაგის დრო არ მაქვს რომ ვიღაცა ვაკონტროლო, იმიტომ რომ როგორც ვარენ ბუფეტი ამბობს ხოლმე, იცოდე რა შეაკეთებ ინვესტიციას და გაერკვიე, მაგრამ ნუ ჩაეძიები, იმიტომ რომ ანუ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ხო? მაგაში დროს უნდა დაკარგო. მე საერთოდ არ მგონია რომ ვიღაც ფურცლები ვამოწმო, აკეთებენ თუ არა რაღაცას ლეგალურად, კარგად მატყუებენ თუ არა, მე აკეთებენ თუ არა მართლა იმას, რაზეც ლაპარაკობენ და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ყველაფერს მე ვერ გავაკეთებ და აუცილებლად მოვტყუდები, მაგრამ თუ არის ესეთი კომპანია, როგორც არის SEC და მაგალითად ალტკოინების ბაზარს გაწმინდავენ და მხოლოდ იმათ ექნებათ შესაძლებლობა ოპერირება, ვინც მართლა რაღაც use case-ია გამოიყენება მართლათან, ის კი არ მინდა რომ use case-ი მაქვს და მაგარი იდეა მაქვს და bla bla bla. მე მინდა რომ ისინი მართლა ფულს აკეთებდნენ და აი რაღაც ბარიერა იყოს, რომ აი შენ თუ აკეთებ წლიურად ამდენი მოგებით და შენ შეგიძლია ეს მოგება გაუყო შენ ინვესტორებს აი რაღაც ესეთ რეგულაცია თუ იქნება, მაგ შემთხვევაში მე მზად ვარ კი არის დიდი სიამოვნებით, მინდა რომ გავაკეთო ინვესტიციები, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ კრიპტო ბაზარი ჩვენ საინვესტიციო თვალსაზრისით ძალიან ბევრ ბენეფიტებს მოგწევს. მე ძალიან მინდა რომ გავაკეთო ინვესტიციები, უბრალოდ ხელფეხი მაქვს შებოჭილი და არ შემიძლია, რატომ? იმიტომ რომ მე არ მინდა ფულის დაკარგვა, მე არ მსიამოვნებს ფულის დაკარგვა. მე ყოველთვის როცა შევდივარ ტრეიდში და ინვესტიციაში გააზრებული მაქვს, რომ მე ფული შეიძლება დავკარგო, იმიტომ რომ სამ ტრეიდში შევალ ფიქრობ და განსაზღვრავ რომ თუ არ წავიდა ეს ყველაფერი ჩემს საზიკათოთ, მე დავკარგავ ამდენ და ამდენს ამ ფსიქოლოგიურად ყველანაირად ვარ მომზადებული და როცა შევდივარ ინვესტიციაში, მე დავეხსნა პენი სტოკებში, ხო? ვიცი რომ მე ისთან ხალხო დაკარგული მაქვს, ხო? იმიტომ რომ მაინც პენი სტოკი არის და ესე ვთქვათ გააზრებული მაქვს, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვიცი რასაც ვაკეთებ, ხო? მე ვიცი რომ ანუ არ მომატყუებენ იმიტომ რომ ამაშიც ინვესტიცია არის, ხო? მაგრამ როცა ხვდები რომ ესე ვთქვათ
შენ ხელში არაფერი არ არის და გატყვევენ, რა თქმა უნდა, არ გენდომება ფულის დაკარგვა და სისულელურად ხან ფულს თუ დაკარგავ, იმიტომ რომ იცი რაც გააკეთე და უბრალოდ არ მოხდა ის, მაგ შემთხვევაში ოკეი, მაგრამ როცა შენ ფულს კარგავ, იმ შემთხვევაში რომ იცი რომ კარგავ, მაინც დაკარგავ და მაინც აკეთებ ინვესტიციას, იმიტომ რომ შენ რაღაც იმედი გაქვს და ის დაკარგული გინდა გამოასწორო, ეს გაგრძელდება და შენ ვერასდროს ვერ იქნები მზად რომ გააკეთო ფული. მოდი ბოლოს შევას მოგხსენოთ მეგობრებო, მე ყოველთვის გულთან მიმაქვს ხვის იჭიბე, როცა რაღაცა კონტენტს ვაკეთებ ყოველთვის ფრთხილად ვარ ხოლმე რას ვიძახი, როგორ ვიძახი, მაგრამ ყოველთვის ვარ ძალიან პირდაპირი, იმიტომ რომ ჩემი მიზანი არ არის რომ შენ მე მოგეწონო, შენ თვალში მაგარი ტიპი ვიყო, კარგი ადამიანი ვიყო, ტკბილი სიტყვები გითხრა, არა, მე გეუნები იმას, რასაც ვფიქრობ, მე გეუნები იმას, რაც ვიცი რომ არის სწორი, მე გეუნები იმას, რასაც მე ვაკეთებ და თუ შენ იქცევი სულელურად, გეუნები რომ იქცევი სულელურად და მორჩა. და შენ თუ ჩემი არ გჯერა, მე ყოველთვის ამბობ რომ ნუ დაიჯერებ ჩემ ნურც ერთ სიტყვას და ნურც ნურავის სიტყვას გინდა 10 წელი, გინდა 20 წელი, გინდა 50 წელი ქონდეს გამოცდილება. ყოველთვის გადაამოწმე და ყოველთვის ჩაიხედე შენ საფულეში და შენ ესე ვთქვა გაკეთე გინდა ტრეიდები ავიღოთ, გინდა ინვესტიციები ავიღოთ, უბრალოდ ჩაიხედე და თუ ხვდები რომ ვიღაცა ვისაც უსმენ არის მართალი, ანუ სჯობია რომ შენ თვითონ ისწავლო თევზაობა იმ ადამიანისგან, ვინც რაღაცას გირჩევდა, ხო, ანუ მე იმა ყოველთვის ამხრივ ელონ მუსკმა ახლა რომ დაწეროს თხიური, ხო, ანუ ყოველ დღე რას საკეთებ, რომელზე დგებდა რამდენი ლიტრა წყალს ვავდა, რომელ საათზე საპირფარეშოში გადიოდა, ყველაფერი დეტალურად რომ დაწეროს და ვიღაცას მისცეს, ხო, ვერავინ ვერ გაიმეორებს, მან რაც გააკეთა, ხო, გააკეთა. მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი შეუძლია მისგან ძალიან ბევრი რაღაცა ისწავლოს. ამიტომ ისწავლე შენ თვითონ თევზაობა, ნუ იქნები ნურავიზე დამოკიდებული და გაბედე შენ თავს უთხრა რომ შეცდომა დაუშვი და ნუ გააგრძელებ უბრალოდ ამ შეცდომას რა. ნახე მე ახლა დარწმუნებული რომ ის ადამიანი ძალიან კარგი მაგალითი არის, იმიტომ რომ იმ ადამიანს გავაკეთებინა მართლა ძალიან ბევრი ფული გავაკეთებინა და ღმერთმა შეარგოს, იმიტომ რომ ეთქა აი როდის გავაკეთე ინვესტიცია, უთხარი თუ ეხლა გინდა მაინც ყიდვა და ვერ უძლებ და ფომოში ხარ, კაი ეხლა იყიდე, მაგრამ 20% შენი კაპიტალის და დანარჩენი დადემეთქი აქ ორდერები. ნუ მართლაც ეგრე გააკეთა და ძალიან დიდი მოგება დააფიქსე, სხვათა შორის 50000 რო ქონა. თუ სადღაც 15,000-ით დაიწყო თუ 20,000-ით და ანუ ამ რჩევებით, რასაც არავისთან არ ვაკეთებ ხოლმე, უბრალოდ იმ ადამიანს ძალიან ახლოს ვიცნობ და ესე ვთქვათ, გავბედე და მივეცე ესეთი რჩევები, რომელზეც მომისმინა. მაგრამ ნუ ესეთ რაღაცებს ძალიან ხშირად ვერ იდები ხოლმე და რა მინდა ვთქვა, რომ ანუ ის ადამიანი დარწმუნებული ვარ დამირეკავს, ამიტომ აი ფული დავკარგე და ასე შემდეგ და აი ამიტომ ხოლმე ყოველთვის რომ რასაც ვამბობ და როგორც ვამბობ, ყოველთვის ვცდილობ რომ ვიფიქრო, რას ფიქრობს ის ადამიანი, ვინც ჩემს ანუ მეორე მხარეზეც და ამ ვიდეოს უყურებს და როგორ დავიცვა მისი საფულე და როგორ ვუთხრა და ავუხსნა ისე რომ ანუ მან მიიღოს რაღაც სწორი გადაწყვეტილებები, ხო? და ანუ ყოველთვის ვუფრთხილდები ხოლმე, ანუ ეხლა მე არ შემიძლია გირჩიოთ, რომ აი 20,000 გააკეთე რაიმე ალტკოინში ინვესტიცია და 60-70%-იან წაგებაში ხარ, ანუ ვერ გირჩევ ეხლა რომ გაყიდო. მაგრამ შენ თავში, ანუ იმიტომ რომ მე რო გითხრა რომ გაყიდო, მართლა ხო შეიძლება რაღაც მოხდეს და მან გააკეთოს რაღაც 10x, 20x და მართლა რაღაც 100,000 გქონდეს უბრალოდ, ხო, მე ვიტყვი, რატომ მოусვენი ამ სულ ადამიანს, ხო, მაგრამ ანუ ამის შანსიც ძალიან პატარა არის და ამის გაკეთება თუ არ შეგიძლიათ და მაინც თუ ნერვიულობთ, იმიტომ რომ ანუ მეც ადამიანი ვარ, მეც ტრეიდერი ვარ, მეც ფულს რო ვკარგავ, ნერვიულობ, რა თქმა უნდა, არავინ არ მოგატყუოთ, რომ ტრეიდერები და ინვესტორები რობოტები არიან და ემოციები არ აქვთ, ამაზე რომ საუბრობენ ხოლმე ტრეიდერები, საერთოდ ვიცინი ხოლმე რა, აი არანაირ პენელებს რო არ განახებენ არანაირ გაკეთებულ ტრეიდებს, არანაირ გაკეთებულ დოლარს, ევროს და უბრალოდ ემოციებზე რო ლაპარაკობენ, შენ ემოციები უნდა გამოდიშ, ანუ უდიდესი სისულელი, ხო? უბრალოდ მეგობრებო, გიჩვენებთ იმას, რომ თუ ფულის გაკეთება გინდათ, მივდექით ცოტა სერიოზულად რა, ნუ ვცდილობთ რომ 300, 400 და 500x გააკეთოთ, ანუ ყოველთვის იქნება რაღაც new hype, ახალი hype, სადაც შეგიძლია მართლა გააკეთო 100 და 200x. მაგალითად 100 და 200%. მაგალითად, ავიღოთ ვერცხლი. ნუ ვერცხლში გაკეთებული მაქვს სადღაც 400%, ხომ? მაგრამ ეს ყველაფერი ამ ვერცხლში არ ვაკეთებდი ინვესტიციას იმის რომ 500% გამეკეთებინა, ვიცოდი რომ უდიდესი პოტენციალი ქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად ბალზდიპ არ ვიყავი მაგასეთში და მთელი კაპიტალი მან დარჩავდა, ხო, უდიდესი სულელი არის. მაგრამ შენ რომ მიყვევი ამ ყველაფერს სწორედ და სწორად რო გააკეთებ ინვესტიციებს, სწორად რო გააკეთებ ანალიზს და ასე შემდეგ,
აუცილებლად იქნება, ანუ ყოველთვის არის ხოლმე ახალი ჰაიპები, ახალი ბაზრები, სადაც შეგიძლია ძალიან დიდი ფული გააკეთო, ხომ? ამიტომ სანამ როცა შენ იქნები გამოვსილი და გეცოდინება რა როგორ და ეხლა გააკეთებ გადაწყვეტილებებს, შემდეგ ჯერში რო იქნება სხვა რაღაც ჰაიპი, ახლა მაგალითად chip ჰაიპი რო იყო, AI ჰაიპი რო არის და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ეხლაც ბევრი ფული კეთდება, ხომ? წარმოიდგინე ახლა თუ სწორად მოიქცევი, სწორად ისწავლი, სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებ. შემდეგი ჰაიპისთვის უკვე მომზადებული იქნება და შენი ლოგიკა იმაზე კი არ იქნება, რომ უი ჰაიპი არის და ეხლა არის ჩემი დრო და ეხლა უნდა გავაკეთო. არა, ეს ყველაფერი ავტომატურად წავა და ავტომატურად იქნება მომზადებული. ავტომატურად გექნება ეს ასეტები უკვე შეძენილი, ინვესტიციები გაკეთებული, ტრეიდები გაკეთებული და ნუ თავისით მოვა ეს ყველაფერი უკვე, ხომ? ამიტომ ნუ ეხლა არის მომენტი, რომ შენ მიიღო სწორი გადაწყვეტილებები და თუ მოგეწონა ეს ვიდეო, აუცილებლად დალაიქე ვიდეო, გამოიწირე არხი, იმიტომ რომ мотивация მქონდეს უფრო კარგი ვიდეოების გაკეთების და რაც თავარი შენ არ გამოგრჩეს ესეთი საინტერესო აპდეიტები.